საოცრად გემრიელი ქათმის კუჭმაჭი უნდა მოვამზადოთ. მე მაქვს მხოლოდ ქათმის ღვიძლი, რომელიც კარგად გავრეცხე, მდუღარიში გამოვატარე და მოვხარშე. მოხარშული უნდა გავაციოთ და მერე დავჭრათ კუბიკებად. მოვათავსოთ გაცხელებულ ზეთში და შევწვათ მსუბუქად. გამუდმებით უნდა ვურიოთ, როგორც კი ცოტა შეწითლდება, მარილი პილპილი დავამატოთ გემოვნებით. ხმელის სუნელებიდან მე ვამატებ პაპრიკას, უცხოს სუნელს, ქინძს და ქათმის სუნელს. დავამატოთ მსხვილად დაჭრილი ხახვი. მოვასხათ 200 მლ ღვინო. დავახუროთ ცოტა ხანი, რომ ჩაორთქლდეს და როგორც კი ხახვი მოიშუშება, მზად არის. დაჭრილი ქინძი და ოხრახუში დავამატე და 2 კბილი ნიორი. საოცრად გემრიელია, აუცილებლად მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები, რომელიც ძალიან უხდება.